მეათე წელში გადასული მეხუთე კლასში ვიყავ სკოლაში და ჩემთანაც სკოლიდან დაიწყო შემოგვიწყდა სრულიად უცხო ადამიანები და შემოთავაზეს ხომ მინდოდა სწავლა ჟურნალისტიკის. მაშინ რა თქმა უნდა არ ვიცოდი რა იქნებოდა ჩემი სამომავლო პროფესია, მაგრამ ისეთ გუნდში მოვდი და ისეთ ხალხთან რომ ძალიან გამიმართება მარჯვენის გაკეთება. პირველი შეხება რა თქმა უნდა მქონდა მანჩესთან, ქალბატონ ბანანასთან, ჩვენთვის მანჩესთან. და ძალიან ბევრი მომსმართლად ვისწავლეთ წერითი კულტურა, ქალბატონ ზეიკოსთან. ვსწავლით მეტყველებას, შანსი მქონდა რომ ზურაბ ნიჟარაძესთან წარმოთქმის ხელოვნება გვესწავლა და ქალბატონი ირან შემიძლია გამოყვა ჩვენი რუსული მასწავლებელი, რომელიც ისეთი დამოკიდებულებით იყო ჩვენთან, რომ ძალიან გვიმარტივებდა ამ პროცესს რუსული ენის სწავლის და ანუ ყველა ადამიანს მინდა გადავხადო უდიდესი მადლობა ამ ცხენისთვის, რაც მომცეს და ბოლოში განსაკუთრებულად 80 წლის იუბილეა ბატონ მიგზარის ყველაზე ახალგაზრდათა შორის ახალგაზრდა პედაგოგს ძალიან მიჭიერს თბილს პოზიტიურს მინდა მივუძო 80 წლის იუბილე განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, იმიტომ რომ ვიყავ დიდების ჯგუფში, ყველა იყო აბსოლუტურად 5-6 წლით ჩემზე დიდი ზოგი სტუდენტი და მაშინ მიმიღო როგორც ეს თავისი შვილი და ასე დამიძახა Little Mary სახელით შემჩან უბრალოდ მხრიდან და მასწავლიდა თავისი მხოლოდ დამოკიდებულებით, როგორ უნდა იყოს ჟურნალისტი, როგორ უნდა გააკეთოს საქმე, რა დამოკიდებულებით უნდა მიუდგა და ძალიან დიდი წვლილია მისი ჩემ ხელოვნებულ საქმიანობაში და ბედნიერი ვარ, რომ მისი ტალენტის ნაწილი ვარ, პოზიტივის ნაწილი ვარ დღეს და უნდა ყოფილი მასწავლებელი, ასევე ლელა ციკოვი, რომელიც არის საინფორმაციო დირექტორი და ძალიან მაგარი ვარ ახლა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის კომიტეტის დამსახურება, რომ ყველაფერი ეს არის კომიტეტიდან და წამოვიდე და ვისწავლე, ასე რომ თქვენც გილოცავთ 20 წლის იმენს. პირადად გიხდი ძალიან დიდ მადლობას, მთელი კომიტეტს გულწრფელი ძალიან დიდ მადლობას. Ის რომ უმრავი წარმატებული ეს თავი აგეზარდა.